ცოტნე კობერძე კოალიციას სრულებისთვის ლიდერი ცოტნე მოგესალმები ჩვენ საუბრობდით ნესტა ლონდარიძესთან იმის შესახებ რომ მოქალაქეებს გავსწორდნენ ფიზიკურად თბილისი მოლთან აი ეს პრაქტიკა რაზე მიუთითებს რაზე აჩვენებს თუ კი აქამდე იზოლატორებში სცემდნენ მოქალაქეებს ახლა უკვე ზვიად ხარაზიშვილი პირდაპირ ეთერში კამერების თვალწინ თავს ესხმის მოქალაქეებს და უსწორდება ფიზიკურად ეს პრიზელი რომ ამბობ ხომ ეხება ქუჩაში არ ჯერ ცემა ტყება და მეორე გინება და რუპორით გინება რაღაც სასწაულები ხდება ის რასაც ადამიანები ყვებოდნენ იზოლატორიდან გამოსული და ვიღაცები ამბობდნენ რომ ჯერათ არ ჯერათ და რაღაცა სამტკიცებლის ქონდა თვითონ ხა დავინახეთ საკუთარი თვალი და აქეთ მე მდინარაძეს რო შეახედეს არაო ფეხი ვის მოხდა ხო არ ჩანს ისე ფეხი გაიქნიო ესე დაბსურდში ცხოვრობ ცხადია პოლიცია არის თვითონ მოძალა და გამხდარი ამაზეც მდგომარეობაში მე არ მინახო ზოგადად საქართველოში არც ერთი პროცესი როცა შეიძლება სამართალდამცავი თავის ენგოს ვერ აკეთებდა იყო ქვეყანაში ეგეთი ეპოქა მაგრამ გამოდიოდა და ესე ამაყად იქცეოდა ყველაზე დამნაშავედ არ ვიცი ხო ამ პირიქით ჩვენ ხედავთ რომ თუ ვინმესგან მოსაფრთხოებას ელიხომ ეს არის ჩაოლებრივი მოქალაქე თუ ვინმეს გასაფრთხეს რომ ეგ არის პოლიციელი. მე რა უკურთხომ ხო რატოა ხოლმე რომ ადამიანი რო პოლიციელს დაინახავს ხოლმე რაღაცნაირად გაირიდება მას, რაღაცა ცუდი გრძნობა უჩდება, რაღაცა არ მოწონს. რატო ხდება ხოლმე რაღაც კონფლიქტი რომ მოხდება პოლიციასთან დარეკვა, არავის არ უნდა. და ხდება ის პრობლემის მომგვარებელი კი არა პირიქით, მაგ პრობლემის სათავე ეგეთი ადამიანის მოდის. მაგალითად ოჯახურ ძალადობა როა ხოლმე, როგორ უნდა დავრეკო პოლიციას მოდის და თვითონ ზუსტად იცი რა ეგეთი კაცია, რომელიც ოჯახში იძალადეს ცოლზე, როცა პოლიციელისგან გებულობ წიროგი დგას იქ რომ ქალს აქ რა უნდა, ქალი კუხნაში უნდა იყოს და სახში უნდა იჯდეს, რომ ამასო პოლიციელი იტყვის, ხო? სამდე ხო ხვდებით ის რა მენტალიტეტის რა ეთიკის ადამიანები. ნიკამელიას და ერთ-ერთი სამართალდამცავის შელაპარაკება პოლემიკა, სადაც ეუბნება, რომ აი ნიკამელია ეუბნება პოლიციას, რომ აი ქალი აგდია ეგდოს მერე, აი ასეთი ტიპის დამოკიდებულებები ფაქტია, ხო? გვესმის და ცხადია ეს ყველაფერი. პოლემიკაში შემოდიან, დისკუსიაში შემოდიან, არ არის აქ საუბარი მხოლოდ ძალადობაზე, სიტყვის შეურაცხყოფაზე, პირიქით პოლემიკაში შემოდიან და სასახად საუბრობენ იმ რიტორიკით, რომელიც გააჩნია ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ქართულოს. კი ბატონო, კარგი ერთი დეილუზია მოხდა იმ ფაქტის, რომ აი ადრე იყო ხომ რიცი რა ნიღმებში შევხედეთ თვალებში იმბიცე ტყობოდა რომ იქ დგომა არ უნდოდა და ცხემლი ეტყობოდა და ისე და ესე და რო ვცდილობდით ხოლმე ჩვენ რაღაც აქ ეპითეტებით შემკობას აი სამდეში რო ტყუილია და სინამდვილეში შეაყარე კედროც ერთის სინამდვილეში ცუდი ადამიანი ის ფორმას რო გადაიცმევს ის მაინც იგივე ცუდ ადამიანად რჩება და პირიქით ეს ფორმა მას ათამამებს ხოლმე ადამიანი არის ადამიანის კატეგორია რომელისთვის რომ რაღაცის ფორმის ქვეშ პასუხისგებლობა უქრება უკვე ის არის პასუხისგებლად საკუთარ მორალს თუ აქ რამე შერჩენილი იმასაც თიშავს ბოლომდე და ესეთები იქცევს ხონდარი ადამიანი კი არისო ხა გერმანიაში ვინც ხა იბრალის რა წამებდი ისიც ადას მე ამას ამბობდა რომ მე წააგეს რომ მე მავალებდნენ ძმაო და დავალებულზე ესე მოქცევა თითქოს ოკეია და მე ესე თვითონ თა პროპაგანდაც რომ უშავს ხო ფაქტია ისეთ სიტყვებს ლაპარაკობენ ისეთ სადარიან გასულები ხდები მე მიდართი ყველა ქოც მიმართო რავი ხა ვინც გვისმენს რა თუ ესეთი ხა ქოცი აი ამორჩეველი რო ხარ ქართული ოცნების და თქვაც უფრაზეზე ხარ და ქრისტიანობის ხარგრძელოს რო სვაუ მეორეს ხილ გაგახსენდეს რომ კერპატ ყავს კაცი ქცეული და ერთ-ერთი ცნება რომ კერპატ არავინ არ აქცია და კერპატ ყავს კაცი ქცეული რომელსაც საპატიო თავმჯდომარე დაარქვით რომელსაც პირველი პირი მეორე პირი მესამე პირი ქებადიტებას უწყებს და რომლის ხელი და კერპობით ხდება ყველაფერი ქალის ადრეგზელოს რო სვაუს მეორეს ხილ არ დაავიწეთ რომ მათი სახელით ქალბატონს პირში ჩააფურთხეს და ესე მოექცენ, როცა ბავშვის სადრეგზელოს დალევი და მომავალი თაობის 16 წლის ბიჭი უბრალოდ ცემაში გახიეს და მანქანაში ჩატენეს, გაძარცვეს, აი გაძარცვეს ხო კიდეს აი პოლიცია რო გძარცვავს. და ესეთი რაღაც ვნახეთ, როცა წინაპრებზე საუბრობენ, კარგად გაიხსენეს, რომ ის წინაპრების უდიდესი ნაწილი რუსებმა დაგვიხოცეს და დღეს მათი ქებარე ხალხი ყავს. როცა საუბრობენ გამოჩენილ ჩვენს წინაპრებზე, გაიხსენონ, რომ დღეს ის მეფეების და ასე საუბრობენ, დღეს მათი სახელით ყაველაშვილი არის ქვეყნის პრეზიდენტი. ესეთ რაღაცებზე დაფიქდნენ, რის სადრეგზელოებს ვამბობ ხოლმე და მეორე დღეს აქეთ აი რას უყურებენ და რაზე არიან შეგუებულები და ამ პირფერობას გავეშვათ რა. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ კი ჩვენ ეგეთი ადამიანები ვართ, ჩვენ ეგეთი ცხოვრების ტიპი მოგწონს, სადაც ჩვენი სახელით ხედავთ ხალხს, როგორც პოლიცია რომელიც იგინება. აი ღირსების სახელით სადრეგზელოს დალევს, ნახოთ ჯერ ღირსების ორდერს ვიხალხი იძლევა პრეზიდენტის სახელით, ხო? ყაველაშვილი და მოწეს რა ხალხს აძლევს ღირსების, რომ აგე რავი აი ჯერ რაღაც ვანომერაბიშის დაყვებოდა იმ ხარებას მე რომ მოდის ეს ხარება იმ არგუმენტით რომ შენ ნაცი ხარ რო გირტყავს
და მე ურუპორტში რომ იგინებოდა და წიხლებს იტყვევინება და ვიღაცას თხოვს რომ ბავშვი მიუყვანონ და მე პირადად რომ ცემოს, აი მაგაც რომ ღირსების იმას აძლევენ. მე მივხვდენ აი ღირსების აძლევს სვავენ როგორი ამორალურები არიან. ეს თქვა ცოტა მამუკა მდინარაძემ რეჟიმის წარმომადგენელმა სათჩანს ვის დაარტყა და როგორ დაარტყა მოგვიყვანონ ერთი ადამიანი ვის გაუსწორდა ხარება ხო აი იგივე ხალე კოლისოში რომ გაცხო სახეში მაგ ვიდეოს უყურებდო და ერთი აბა საჩანს რომ ამას მოხვდათ ხო რომ ვიძახო რამდენად მოეწონება და მიიღეს აგ არგუმენტს ეგრე უნდა მაშინ თუ ეგრე უყურეს ეგ მაგ სამყაროს ეთქვა ნამეტანი მოხვედრია რის მერეც ხედელობის პრობლემა დაუმძინო თორე მაგას როგორ ვერ ხედავს რა აბსურდზე საუბრობთ ხო ხა როგორ უნდა მიხვდა დაცინო პირდაპირ რომ ეგეთ მონომდგომარეობაში რომ ვიდეოს აყურებინენ და ვითო ვერ დაინახა ეხა რომ აბა ფეხი ვის მოხდა აბა რა ვერ გავიგე იმას თიულურ ცეკვავს თუ რა ფეხს იქნევს იქ შეყავა ადამიანი რო ყავთ შეყვანილი და წრეზე და რაღაც რო ქურდი ზონაში რო თამაშობდნენ ხო მოიძრო შეიყვანდა რაღაც ტყმას რო ურწყებდნენ ეგრერულად რო ურწყავდნენ ხო მეგზა გასწობით იმ საცოდნომა ადამიანს რაც არ უნდა იძახოს არ გაეშვებიან და ბოლომდე შედგებიან აი მას შეცდეთ ყველაფრის კრიმინალიზება მოხდა ხო გამკაცრეს კანონები იქ მაგალითად მაგისტრალები გზები შეიყვანეს კონკრეტულ ნუსხაში და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით რა ბერკეტები რჩება საზოგადოებას პროტესტის ფორმების მაინც თქვენ გქონდათ გზის გადაკეტვის სურვილი თბილისი-მოლთან გარკვეულ პერიოდის განმავლობაში იყო გადაკეტილი თუმცა მიზანი საბოლოო ჯამში რამდენად შესრულდა რაც გქონდათ და ასევე პროტესტის რა ბერკეტები რჩებათ მოქალაქეებს ამ გამკაცრებული კანონების ფონზე ხონის მიზანი დასახული რაც იყო ხარ მომიტყვები ხარ შესრულდა იყო დასახული მიზანი რომ გადაგვეკეთა მაგისტრალი და არ გადაიკეტა. კარგი არის რომ მაინც ამდენი ადამიანი გამოვიდა ისე რომ საკუთარ თავს ხვიდა რომ დაიჭერდნენ ხო არ არის მარტო ამბავი შენ დილით რო დგები და იცი რომ შენ დასაჭერად იქ ხალხი ემზადება. შეიძლება რაღაც პოლიტიკოსი რაღაც ამ ამბავში დიდხანს ჩართული ადამიანისთვის ცოტა რაღაც ქელიკანი აქვს და სხვანაირად უყურეს პროცესს, მაგრამ ის ჩოლებრივი ადამიანი რომელიც გამოვიდნენ ახალგაზრდები გოგობიჭები ის ამ განცდით გამოვიდა და მაგანცით მაგდენი ადამიანი რომ მოვიდა ეგ დასაფასებელი არის ხო მაგას თავი დავანებოთ ჯერ მინიმუმ რომ გადაშავებული აღმაშენებლის ხეივანი ნახეთ ხო თვითონ ეგ სახე ხატის მნიშვნელოვანია რომ შემო მოქალაქემა დაინახონ კაი ფორმულას არ უყურებ ტევ-პროს არ უყურებ და თავარს არ უყურებ ქალაქს ხო უყურებ ხო დადიხარ ხო მოძრავ ხო დაინახე შენ თავი ნორმალური არ არის ეს გადაშავებული პოლიციელები იქ ხეივანზე უნივერსიტეტში იქ მე ბუჩქებთან რომ მიდიოდა რომ საუდნენ რა შვება აი მაგ საშინელებას რო უყურებდით ხო უნდა მიხვდრეთ რასთან გვაქვს საქმე და ნუ გამოვიდა ის რომ რავი მაგალითად რავი პოლიციელს დარწმუნებული არ ეხა რა შეაწუხებდა ის რომ ჩვენ გადაგვეკეტა ეგ მაგისტრალი უფრო თუ იმაში აწუხა რომ რუსთაველამდე ფეხითი არა და მათ აღნაგობას თუ შეხვდა და მათ მომზადებას დიდად არ გვანან პოლიციელების ქმედებებიც რაღაცნაირად ქაოტური იყო ხო ვინცად გარბოდა საით მიდიოდნენ ეგეც ბუნდოვანი იყო თავად პრინციპში შაიშმელაშვილმაც ისაუბრა იმის შესახებ რომ საპოლიციო ძალებში არ დაჩნენ ისეთი ადამიანები ვინც სხვა ოპერაციას დაგეგმავენ ესეთ რაღაცნაირად მათ რიგებში დაბნეულობა შეინიშნება თუ არა და სწორედ ამ დაბნეულობის შემდეგ ისინი გადადიან სწორედ რეპრესიებზე ძალადობაზე და არაადამიანურ მოქრობაზეც არ ვიცი ხა მე რჩება თუ არა მარტო ეგ განცდა მაგრამ ბევრი ადამიანსაც მაინც მოუწინე რომ მასაც იგივე განცდა რჩა რომ უყურებს არსებობს ორი პოლიცია რა ერთი რომელსაც პატრულები არიან და მეორე არის ხომ ეს ნახევრად მიღბიანები, კრიმპოლი, მე ყველას ერთ ფორმასაც მე ჯამში მაგრამ ხედავთ ხომ ორ კატეგორიის ხალხს რა. ერთი არის რომ ძალიან აგრესიულები არიან, ძალიან უზრდელები არიან, ძალიან დაბალი IQ-ს არიან, ძალიან დაბალი გაქანების არიან. მეორე არის რაღაცნაირად მეტაკება ჩოლებრივი ადამიანები და ხარებაც რომ მოვიდა დიდათ რომ კადრებში ჩანდა რომ არის იყო ხალხის კატეგორიასაც ეს არ მოეწონა პოლიციელს. ან პოლიციელი მაინც რომელსაც პატრული როგორც ესე უყურებ, ან რაღაც თვითონ აი გომელაურის კოლგის ქვეშ ყველაფერი ერთნაირად არ არის. არის რაღაც აი ხარებას ხალხი რაღაც პოლიციელი და თვითონ დარწმუნებული ვარ იყო რომელსაც არ ესიამონა ხარებას იქ ჩართვა და იყო კიდე ერთ დაბნეულობა ხო არიან ვიღაცები ვინც გვერდზე მოყვებია პოლიციელები და უბრალოდ ნორმალურად გელაპარაკებიან არც ხომ ზაქეთ ხარს გირტყავენ გეუჟდელები და გამოწევაზე არიან და რაღაც ეს განსხვავებები რაღაცად გამოჩნდა ან სულ დიდხანს პროცესში ვაყოფობთ ხოლმე ამ ხალხს ეგეთი განსხვავებები მარტივად დანახვადი ხდება და იქნება ეს ცოდნები მე რაღაცნაირად გამოვიყენოთ არ ვიცი კი ბატონო და მე მინდა კითხოთ პროდასალურ ოპოზიციურ პარტიებზე ჩვენ არჩენებამდეც და არჩენების შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვხედავდით ბრიფინგებს, ერთობლივ განცხადებებს და ასე შემდეგ. ახლა რა ეტაპზე ხართ თქვენ გაქვთ თუ არა მუდმივი კომუნიკაცია, კონსულტაციები, შეხვედრები, რა ფორმატში მუშაობთ ერთად, რა საკითხებზე თანამშრომლობთ, ამის შესახებ უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ. ნუ ახლა ხანაში რაც ნახეთ, კონკრეტულ განცხადებებზე იყო საქართველოს ტერიტორიულ თემასთან დაკავშირებით და არაღიარებასთან დაკავშირებით კი ბატონო განცხადებები
მიღწევები აქ საერთო. მე რაც მომაკდა, ვარ მოვიტყო, ეს არის კონკრეტულად სალამაზურაბიშვილის ჩართულობით პროცესი, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ხო ამ პოლიტიკურ პროცესში, მან თქვა რომ ის იყო ამ აქციების სახელით მოლაპარაკე პოლიტიკოსი, სხვა ასეთ პოლიტიკოს ყოველშაბათში ესეთი ამბიცია არ ქონია, რომ კი ამ აქციის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა ის რომ თქვა ხა ამ აქციის სახელით იქნება თავარი მეტყველი და სალამაზურაბიშვილმა ეს ტვირთვა და მე თქვა რომ მე ისე კვლავ რჩება პრეზიდენტად და ამ როლისთვის შემე საჭირო რომ მაკონსოლიდირებელ ფიგურად დიდხანს დარჩეს და იარსებოს და მეტი კომუნიკაცია იყოს, ეს არის მოკლებული, მე ამას ვერ ვგრძნობ, ეს მაგ დაკარგული და აქედან გამომდინარე ახლა რაღაცა ყველა პარტია ჩემი აზრით შეეცდება საკუთარი პოლიტიკური როლის გამოკვეთა ცოტა განსხვავებულად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ მიხვდი რომ ხვდები რომ ამ ქოლგიში რაღაც პროცესი ესე ვერ გაგრძელდა. ეხლა საბოლოო გულისხმობთ პოლიტიკის გამოკვეთაში, როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ხელისუფლების პროპაგანდისტულ, თქვათ, რიტორიკას, იქ თქვენ გახსენით დისკუსია, მას შემდეგ რაც საზოგადოებამ დაიწყო აქტიურად, მათ შორის სოციალურ ქსელში დისკუსია, საუბარი მსჯელობა იმის შესახებ, რა გააკეთა ოპოზიციამ ქართული ოცნების წინააღმდეგ, როდესაც მიმდინარეობდა საუბარი გლობალური ომის პარტიაზე, მეორე ფრონტის გახსნაზე, ომიშის და ასე შემდეგ. ხო, მე ერთი გავუცნოთ რომ ევროსაბჭოში ხა ამას ის რაც მოხდა, წულუკიანთან დაკავშირებით, მანდაც ხა ოპოზიცია ერთიანად იყო ესეთ ამბებში. სხვა მხრივ ხა რაც მე მგონი ხა ბოლო აქციაზე ხო რაღაცა დავინახოთ უკვე პოლიტიკური ლიდერები ცალკეულად საკუთარი ხედვით, რავი, არ ვიცი ხა ვინ ითახვებოდა იქ გადაკვეთას გამოსას ვინ არა სხვა პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ მე ვნახე აქ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც რავი, დააყავეს, დაიჭერეს და იყვნენ ხა პროცესებში ესე ჩართული. მე მგონია რომ ამ კუთხით კიდევ უნდა უფრო განვითარდეს ალბათ პროცესები თვითონმა პარტიამ ეხლა საკუთარი თავიდან გამომდინარე, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა თქვას, მას ეხლა ხედვა აქვს, როგორ აქვს, სხვა პარტია ვეცადოთ ერთმანეთს დავაჯეროთ, მაგრამ თუ არ ხდება, ჩვენი რაღაცა გასაკეთებელი გავაგრძელოთ. ყოველ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის ხიბლიდან გამოსვლის პერიოდია. თუ რაღაცა ესე გაგრძელდება. თუ არა და მაშინ უფრო კაფედ უნდა გავიგოთ რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტული თარიღები გვაქვს, როცა კაფეოდ გავიგებთ ხელახალი არჩევნების ჩანიშნვის პროცედურას, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდებოდა, პროცესი იქნებოდა. სულ რომ ეხლა ეს პროცესი გუგუნებდეს და თქვა მე ამასთან ინფორმაცია არ მქონდეს. ეს ხომ არის პრობლემატური, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვინდა რომ ყველა მოქალაქე რომელიც ქუჩაში დგას, იმ წამს ერთმანეთს რომ გავხვედოთ და ლაპარაკი დავუწყოთ რა ხდება, ორივემ უნდა ვიცოდეთ დააპდეიტებულად ამ წელს დღეს რა ხდება. რაღაც კონკრეტულ თარიღებში და რა აწმოში, ან ჩვენთან ერთად მიდის ის პროცესი და სიმშვიდეს გაძლევს რომ ის რომ აქ ვდგავარ გვერდზე რაღაც მდინარე პოლიტიკური მოედინება რომის ამემართებაში სინქრონიზაციას გავაკეთებთ ხოლმე და ეს ნაკლოვანებები ჩემი აზრით ამ ახალი წლის მერე ცოტა იგრძნობა რაღაც სხვა მოლოდინი იყო და თითქოს პოლიტიკური სპექტრი სალომე ზურაბიშვილის რაღაც ქოლგის ქვეშ რო იყო ისე აღარ დაბრუნდა. რაც არ მგონია ახლა მე დიდი ტრაგედია იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას გრძნობა. და რა შეიძლება მოლოდინებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თქვენ ახსენეთ თეა წულუკიანი და ევროსაბჭოში გაცდელი ქართული ოცნების კრახი და ამის შემდეგ უკვე ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გადაწყვეტილება. რამდენად არის საკმარისი ის ქმედებები, რომელსაც მიმართავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ ხედავთ იგივე სანქციებს, მწვავე განცხადებებს, თუმცა ეს სრული იზოლაციისთვის რეჟიმის რამდენად საკმარისია. ხო, ალბათ უფრო მეტია ის რაც გსურს ხო ხა იქ იტალიაშიც ქონა რაღაც შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხა ცხადია ამ კუთხით ხედავთ რომ სამყაროში რაღაც ქვეყნები რომელიც განსაკუთრებულად გვეხმარებიან, ის რომ ჩვენ დავებრუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუცია ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანა რომელშიც კონსტიტუციონალიზმი არსებობს და რომელიც კონსტიტუციონალიზმის მამა არის და თუ გვაქვს რაიმე ტიპის უფლებები, რადგან ხა ჩვენ საუბრობთ ბუნებითი ტიპის უფლებებზე, რის გამოც მე ხა სახელმწიფო რაღაც შენობებს ვეღარ ვახავ. ეს ცნობაც ეს იდეა ამერიკიდან მოდის დიდწილად ანგლოსაქსონური კულტურისგან და ამ კულტურისგან ხა ჩვენ ხედავთ რომ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ხო, მელოდები თქვა ტრამპის ადმინისტრაციას უფრო კაფეო გარკვეულ პოლიტიკას და ნუ ხა ჩვენ ძალიან გვეჩქარებ უბრალოდ წარმოვიდგინეთ ხა ისტორიისთვის, სხვა ქვეყნებისთვის ეს დღეები და ეს კვირეები ისე სწრაფად არ გადის თუ ისე არა, როგორც ეს ჩვენთვის არის. ამიტომ მესმის რომ დიდი მოლოდინები გვაქვს, მაგრამ ყოველთვის რაც მოხდა, ხა ჩვენ ვეჩვევით რა მამალ ეგეთ რაღაცებს, თუ რომ პატარა ამბავი ხო არ არის და ნუ ხოცები არიან განსაკუთრებულად, რავი, არაფერზე რო არ რეაგირებენ, ხო, ან უცნაური დამოკიდებულება თუ მეცინება ხოლმე, აი ურთიერთობაში რო შეატყობ, რომ უკვე დაშორებას კიპირებს შენი პარტნიორი და უცოდ გამოხტები და შარსაუტე ხო და სიოსიოსო მე მიგატოვე და შეროტოვებ რომ ბლოკავი, იმიტომ რომ სადღაც ვიმეს განსდა არ ქონდეს რომ შენ მიგატოვეს ქართულები ეგრეა ხოლმე რომ დაუპირეს ჯერ რომ იქ დარიცხავენ სოციალისტური კავშირიდან ხო იქ ევროპარლამენტში მაშინ გამოვიდა და აცრეს ერთი თვით რომ ჩვენით გამოდივართ და ხლა რუსაბჭო და რომ შეატყვეს რომ აგდებდნენ გამოდა არა მე მივატოვეო და ამ კომპლექსით რო არსებობენ და ნუ ეგრეთ კარგია უყუროთ ეგეთ წულუკიანს რომელიც მიდის და საკუთარ მიზნებს ვერ აღწევს. მადლობა დიდი ცოტნე.